რატო არის ამ აპარატით მუშაობა ადვილი და ასევე უფრო მეტად ხარისხიანი, ხო? იმიტომ რომ ამ აპარატს შეუძლია შეფასება ხელოვნური ინტელექტით შეუძლია შეაფასოს ცვლილებები და ასევე გააკეთოს დასკვნა ისე რომ ექიმის ეხმარება გაზომვებში და დასკვნის დაწერაში. როგორ თიროიდს ვირჩევ და შემდეგ გადავდივარ ფუნქციაში, რომელსაც ქვია smart thyroid. ჭკვიანი თიროიდი. ასევე ექიმმა რო დაინახა რომ მაგალითად მარჯვენა წილში არის დაინახა კვანძი, ხო ხედავს. მხოლოდ არის საჭირო რომ დაფრიზო, ანუ ფრიზით გააჩერო ისე რომ ეს კვანძი ნორმალურად ჩამდეს, ხო? ასევე შემდეგ ირჩევს, აჩვენებს თითით შეგიძლია ასევე ადვილად დააწვეს სად არის ეს კვანძი. ავირჩიეთ რომ არის აქ კვანძი. და შემდეგ ვაწვევით და აპარატს ვეუბნებით რომ მოძებნოს ეს კვანძი მისი. სუსტი ლოკაცია. მან თვითონ ეს კვანძი აღმოაჩინა გაზომა ძალიან ზუსტად ერთი ზომა დააყენა და ჩვენ ვეთანხმებიდან არ ვეთანხმებთ. და ეთანხმება ეს შეინახება. ის რომ შეფასდეს კვანძი სწორად უნდა გაიზომოს ორ პროექციაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ მივყვებით ამის ინსტრუქციას, უკვე ხედავთ რომ მეორე პროექციაში თვითონ გადავიდა აპარატი და გთხოვს რომ მეორე პროექცია მაჩვენეო. ვაჩვენებთ მეორე პროექციას. მხოლოდ არის საჭირო რომ გამოვიყვანოთ ეს კვანძი, დავაფიქსიროთ და ისევე უთხრათ, მოდი მოგვიძებნე. მოძებნა გაზომა ორი ზომა. ეხლა თქვენ თუ შემიაქცეთ პრობლემა. წინაზე ერთი ზომა გაზომა და მეორეზე საგიტალზე გაზომავს ორ ზომას და შეხედეთ დაგვიწერა. ეს არის მარჯვენა თიროიდის პირველი ნოდული, ანუ პირველი კვანძი, რომელიც ჩვენ მას მივთითეთ, თავისი ზომებით და ასევე იმ წინა გაზომილის დაამატა მესამე ზომა და გამოთვალა მოცულობას თვითონ გამოთვალა. დავეთანხმეთ კი, სწორად გაზომილი ყველაფერი სწორადაა დავეთანხმეთ. ეხლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, როცა ანალიზი ქვია ნოდულის. ვაკეთებთ ანალიზს და ის თვითონ უკვე გააკეთა. იმან გითხრა, ეს არის საერთაშორისო კლასიფიკაცია. გესმით? იმან გითხრა, რომ ეს არის სოლიდური წარმონაქმნი. კი, დავეთანხმეთ. ეს არის ჰიპერექოგენური ან იზოექოგენურიო. ეს დავეთანხმეთ. ეს არის არასწორი კიდეებიანი, ეს შეიძლება არ დაეთანხმო. მე მაგალითად ჩავთვლი, ეს არის უფრო undefined არის უფრო რა. ამას აქვს მნიშვნელობა მე ფულებისთვის. და ამაში არის კომეთეილის არტეფაქტები. ანუ ეს არ არის კალცინატები, რაც შიგნით არის საეჭვო, ანუ ეს პექი არა. და შემდეგ შეხედა ექიმი ამ შემდეგ ირჩევს ტირაცი არის დასკვნა. ტირაცით უნდა დაიწეროს დასკვნა. თქვა დავირჩიე, მე ვთვლი რომ ეს არის ტირაც 3. ზოგმა შეიძლება ჩათვალოს ტირაც 4. ტირაც 5-ს ვერ ჩათვლი, იმიტომ რომ ეს მონაცემები ტირაც 5-ის მაჩვენებლები არ არის და არც ტირაც 1-ის არაა, უნდა იყოს სხვა. ამიტომ ან ტირაც 3, ან ტირაც 4. ეს აპარატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ საბოლოო დიაგნოზი.